როგორც იცი, ჩვენ როგორც ბუღალტრული აუთსორსის კომპანია, ყოველდღიურად ვამუშავებთ ძალიან დიდ ფინანსურ ინფორმაციას. აი, როგორ გვიწყობს თქვენი პროგრამა, ჩვენ როგორც ბუღალტრულ აუთსორს კომპანიას ხელს? ბუღალტერია არის წარსულის აღრიცხვა, ხო, მემატიანია ფაქტიურად კომპანიაში რა მოხდა. ამადეო არის უფრო ანალიტიკა მიმდინარე მდგომარეობაზე, დინამიკებზე და უფრო რა პროგნოზები შეიძლება გქონდეს მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ ესენი ერთმანეთს ავსებს. Loyalty-ში როგორც ბუღალტრული აუთსორსის კომპანიაში ჩვენ პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიას ვემსახურებთ. შესაბამისად, ამეთანხმები, რომ ყველა სექტორის აღრიცხვის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიას მოითხოვს. რამდენად მოქნილია ამ ნაწილში ამადე? სხვადასხვა ფუნქციონალებში ვცდილობთ, რომ ვიყოთ კონკრეტულ სექტორებზე მორგებული, თუმცა ის ზოგადი ფინანსების ფუნქციონალები, რაც ყველას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყველას ეხება. დღეს სხვადასხვა ბიზნესთან მუშაობისას ხშირად ვაწყდებით ერთსა და იმავე პრობლემას. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოება სწორად. ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება დროულად. მონაცემები გვაქვს, თუმცა მათი დამუშავება და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მათი გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება. Loyalty-ს დაკვირვებით სწორედ აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ და ჩვენს დაგროვილ კითხვებზე პასუხების მისაღებად Loyalty-ს კითხვა-პასუხის მორიგ ეპიზოდში სტუმრად მოვიწვიეთ ამადეოს დამფუძნებელი გიორგი ჩუკოშვილი. გამარჯობა გიორგი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოგმართავ პირველი შეკითხვით. რა არის ის მთავარი პრობლემა, რომელსაც თქვენ ხედავთ კომპანიების ფინანსებში? დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ძალიან ბევრ კომპანიას ბუღალტერია მართლაც მოწესრიგებული აქვს. ან ყავს შიდა ბუღალტერი, რომელიც არის კვალიფიციური, ხანდახან ხვდებით ისეთ კომპანიებსაც, რომელსაც არ ყავს კვალიფიციური, ან აუთსორსინგზე აქვს გატანილი და აქ რა თქმა უნდა კიდევ უფრო მოწესრიგებულია ყველაფერი. თუმცა ბაზარზე არის პრობლემა, რომ გვაქვს ძალიან ბევრი მონაცემები, ბუღალტერია სრულად ასახავს კომპანიაში შემოსულ თუ გასულ ნებისმიერ თეთრს, იმასაც, რასაც ველოდებით, რაც გვაქვს დარიცხული და ეს იცის მხოლოდ ბუღალტერმა. და ისიც იცის, იმიტომ რომ შეასრულოს თავისი ძირითადი საქმე. თუმცა დირექტორს სრულიად სხვა რაღაცა ჭირდება, ხო? დირექტორს ჭირდება დიდი ხედვა, რომ იცოდეს რა ხდება მის ბიზნესში და აკონტროლებდეს მას, კონდეს შეგრძნება, რომ ის მართავს საკუთარ ბიზნესს. ამისთვის მას სჭირდება ფინანსური ანალიტიკა და აი აქ ვაწყდებით ზუსტად პრობლემას. ყველას აქვს ბუღალტერია, მაგრამ ძალიან ცოტას აქვს ფინანსური ანალიტიკა და როგორც წესი აქვთ უფრო დიდ კომპანიებს, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესებს. გეთანხმები ნამდვილად ესეა და ჩვენც ხშირად ვაწყდებით მაგ თემას და ჩვენ არაერთი დამკვეთი ძალიან ხშირად მოგმართავს კითხვით, რომ აბა რა ხდება ჩემს ფინანსებში. თუმცა ფინანსურ ანგარიშგებებზე დაყრდნობით მხოლოდ ამ რეპორტების წაკითხვით, მათთვის სურათი სამწუხაროდ ნათელი არ არის ხოლმე. აი, როგორ ეხმარება ამ დროს ამადეო ბიზნესს? პირველი რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ განსაკუთრებით ისევ და ისევ მცირე და საშუალო ბიზნესში დამფუძნებლების ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს ღრმა ფინანსური ცოდნა. ხო, მაგალითად ჩვენ პროფესიონალები რომ შევხედავთ ბრუნვით უწყის, შევხედავთ მოგებაზარალს, ფულადი სახსრების მოძრაობას და ბალანსს, რაღაც შეგვიძლია უცებ წარმოდგენა შევიქმნათ კომპანიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხო, იმიტომ რომ ამის უკან ძალიან დიდი ხანია ამ ინდუსტრიაში ვართ. თუმცა მათთვის ეს ესეთი ცალსახა არ არის. ხო, უბრალოდ რომ გაუგზავნოთ რაღაცა 3 უწყისი, ისინი მაინც ესე სიღრმის ხოლდასკვნებს ვერ გააკეთებენ. თან ბიზნესში ყოველთვის დეტალებში არის ხოლმე დამარხული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ხომ? ამადეოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მარტივად აღსაქმელი გავხადოთ ფინანსური მდგომარეობა კომპანიების აღმასრულებელი რგოლისთვის, დამფუძნებლებისთვის, მენეჯმენტისთვის და ასე შემდეგ, ხომ? ეს არის ერთის მხრივ ვიზუალიზაცია და მეორეს მხრივ, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფად უნდა მივიღოთ ეს მონაცემები. თუ ჩვენ 3 თვის მერე გვაქვს ეს დეტალური ინფორმაცია და ჩვენი ანალიტიკა, ჩვენი გრაფიკები და ჩვენი კოეფიციენტები, იქ უკვე დაგვიანებულია გადაწყვეტილებების მიღება, ხო? ამიტომ ორი ძირითადი ნაწილი არის სრული ავტომატიზაცია და სწრაფად ამ მონაცემების მიღება და მეორე მაქსიმალურად მარტივად და მენეჯმენტზე მორგებული ვიზუალით, რომ შეხედავ იმ წამსვე მიხვდე რა ხდება შენს ორგანიზაციაში. როგორ ეხმარება ამადეო აღმასრულებელ ხელმძღვანელებს გადაწყვეტილებების მიღებაში? მთავარი არის ის, რომ მენეჯმენტს ხდება ყველაფერი უკვე გამზადებული და საუკეთესო პრაქტიკებით დათვლილი.
ხო? აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი შემოსავლების და ხარჯების დინამიკა და სტრუქტურა, ხო? საიდან გვაქვს ყველაზე მეტი შემოსავალი, სად გვაქვს მეტი ხარჯები, რომელიმე ხარჯი ხომ არ გაგვექცა, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფად ხო არ იზრდება, ვიდრე დაგეგმილი ქონდა და კოეფიციენტები, უნდა ვზომოთ სხვადასხვა კოეფიციენტები, ხო? იქნება ეს საერთო მოგების მარჟა, იქნება ეს EBITDA თუ სხვადასხვა ტიპის კოეფიციენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი მენეჯმენტს ერთიან გარემოში ხდება დათვლილი, გამზადებული ყოველდღიურ რეჟიმში და ამასთან ერთად მას შეუძლია რომ მიუთითოს მისი მიზნობრივი მაჩვენებლები, რაზე უნდა რომ გავიდეს. და სისტემა უკვე ავტომატურ რეჟიმში ატყობინებს მას, კონკრეტული კოეფიციენტი მან დააკმაყოფილა მისმა გუნდმა შრომის შედეგად და პერფორმანსმა კომპანიის თუ რომელიღაცა მიმართულებაში გვაქვს გარღვევა და სადაც არის გარღვევა, ამას უკვე ვხედავთ ძალიან მალე და უკვე შეგვიძლია რომ რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ იყოს დაგვიანებული. კი ბატონო. გიორგი, როგორც იცი, ჩვენ როგორც ბუღალტრული აუთსორსის კომპანია, ყოველდღიურად ვამუშავებთ ძალიან დიდ ფინანსურ ინფორმაციას. აი, როგორ გვიწყობს თქვენი პროგრამა ჩვენ როგორც ბუღალტრულ აუთსორს კომპანიას ხელს და რაში გვეხმარება? პირველ რიგში არის ის, რომ ბუღალტრული აუთსორსის კომპანიებს აქვთ ძალიან სტანდარტიზებული აღრიცხვის მიდგომები და ძალიან მოწესრიგებული და ბევრი ჩეკს გადის ბუღალტრული მონაცემი, სანამ ის მიიღებს საბოლოო სახეს, ხო? ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ერთის მხრივ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პლუსი, იმიტომ რომ გვაქვს მოწესრიგებული მონაცემთა სტრუქტურა და შეგვიძლია რომ ბევრ კომპანიას ძალიან მოკლე ვადაში გავუმართოთ ამოდეო. თქვენის მხრივ ეს იქნება ინსტრუმენტი, რომელიც მოგეხმარებათ რამდენიმე რაღაცაში. პირველი ის, რომ ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ურთიერთობა თქვენ კლიენტთან, ანუ ბუღალტერია არის წარსულის აღრიცხვა, ხო, მემატიანია ფაქტიურად კომპანიაში რა მოხდა, ამადეო არის უფრო ანალიტიკა მიმდინარე მდგომარეობაზე, დინამიკებზე და უფრო რა პროგნოზები შეიძლება გქონდეს მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ ესენი ერთმანეთს ავსებს, ხო, ბუღალტერი აღრიცხავს რა მოხდა, ჩვენ ვხატავთ სურათს და ასევე პროგნოზირებას ვაკეთებთ, რა შეიძლება გქონდეს მომავალთან დაკავშირებით. შესაბამისად, თქვენი ურთიერთობა თქვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან უბრალოდ ფაქტის აღრიცხვიდან შეგიძლიათ უკვე შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოთ და თქვენ იყოთ მისი ფინანსური მრჩეველი, ბევრი მიმართულებით, როგორ შეიძლება განავითაროს საკუთარი ბიზნესი, სად არის ახლა მიმდინარე პრობლემა და ესეც თქვენს დაგიზოგავთ დროს, ხომ? ალტერნატიულ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, რა თქმა უნდა, თუმცა Excel-ში შეგვიძლია გავაკეთოთ. და როდესაც ყავს ერთი პროფესიონალი კადრი, მან შეიძლება Excel-ში მოასწროს პირობითად 5 კომპანიის ფინანსური ანალიზის გაკეთება, როდესაც ამადეოს გამოყენებით როგორც ინსტრუმენტის, მას შეუძლია რომ 20 კომპანიას გაუკეთოს ფინანსური ანალიზი. გასაგებია, ძალიან გადასარევად ჟღერს. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს შეხება ძალიან ბევრ პროგრამასთან, ძირითადად ეს პროგრამები არის ბუღალტრული, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ვეხებით ყველანაირ ბუღალტრულ პროგრამას. რა განსხვავებაა ამ პროგრამებსა და თქვენს პროგრამას შორის და რამდენად მარტივი ინტერფეისი აქვს და რამდენად მარტივად ასათვისებელია? ამადეო არ არის ბუღალტრული პროგრამა, ხო? ის ინტეგრირდება ბუღალტრულ პროგრამებთან, ნებისმიერ ბუღალტრულ პროგრამასთან, რომელიც დღეს ბაზარზე არის, ხო? როდესაც თქვენთან მოდის პარტნიორი ორგანიზაცია, მას უკვე აქვს ხოლმე როგორც წესი რაღაც აღრიცხვა და ხშირად უნდა რომ იგივე პროგრამაზე დარჩეს, ხო? ამიტომ თქვენ ვერ ეტყვით, რომ ხანდახან შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ უგრძელებთ ხოლმე იმ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვას, რომელშიც იყო. ამიტომ გიწევთ ბევრ პროგრამასთან პარალელურად მუშაობა, ხო? ამადეოს პლუსი ზუსტად ეგ არის, რომ მას შეუძლია ნებისმიერი არსებული ბუღალტრული პროგრამი და ამ მონაცემების შემოტვირთვა, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იყო, იმიტომ რომ ყველა კომპანიას, ყველა ბუღალტრულ პროგრამას თავისი სტრუქტურა აქვს მონაცემების და ამისი უნიფიცირება და ერთ ფორმატში მოყვანა იყო ძალიან რთული. ასევე წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ემსახურებით ჰოლდინგურ კომპანიას, რომელსაც ყავს 10 კომპანია, 15 კომპანია თავის ჰოლდინგში და იქ არის 7 სხვადასხვა პროგრამა. ესეთ შემთხვევებსაც ხვდებით, იმიტომ რომ ერთი კომპანია ვაჭრობაშია, მეორე მშენებლობაშია და იქ სხვა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა უფრო ხო სპეციფიკის მიღიდან გამომდინარე უფრო ერგება და ამის მერე უნიფიცირება და ერთიანი ანგარიშგების წარდგენა არის ხოლმე საკმაოდ რთული, ხო? ამადეოს შემთხვევაში ეს უკვე ძალიან მარტივია. მას შეუძლია 7-ვესთან ინტეგრაცია, მონაცემების უნიფიცირება და უახლოეს მომავალში მათი კონსოლიდაციაც კი. ნამდვილად კონსოლიდირება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც რამე თუ შეგვიმსუბუქებს, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. ლოიალტეში როგორც ბუღალტრული აუთსორსის კომპანიაში ჩვენ პრაქტიკულად ყველა
ინდუსტრიას ვემსახურებით. შესაბამისად, ამეთანხმები, რომ ყველა სექტორის აღრიცხვის სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან და აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიას მოითხოვს. რამდენად მოქნილია ამ ნაწილში ამადევ და რამდენად ერგება ამ სხვადასხვა ინდუსტრიების სპეციფიკებს? რა თქმა უნდა, არის ორი ნაწილი, არის უფრო სტანდარტიზებული ნაწილი, სადაც ყველას მიუხედავად იმისა, რომელ ინდუსტრიაში ვართ, ეს მოგებაზარალი, cash flow და ასე შემდეგ ყველგან გვჭირდება, თუმცა ჩვენც როდესაც კომპანიებს ვემუშავებით, ვხედავთ სხვადასხვა საჭიროებებს, ხო? პირობითად თუ ვართ სერვის ინდუსტრიაში, იქ სრულიად სხვა კოეფიციენტები არის, რომელიც არის მნიშვნელოვანი, თუ ვართ საცალო ვაჭრობაში, არის აბსოლუტურად სხვა და იქ უკვე პროდუქტთან დაკავშირებული ანალიტიკა შემოდის და არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სამშენებლო და დეველოპერულ სფეროში, იქ მოგებაზარალს სამშენებლოში კიდე არ აქვს, მაგრამ დეველოპერულში მოგებაზარალს ფაქტიურად არ აქვს არანაირი დანიშნულება, ხო? იმიტომ რომ როდესაც მიმდინარეობს პროექტი, სანამ ის არ დასრულდება, სანამ არ გავყიდით და სანამ საკუთრების უფლებას არ გადავცემთ უკვე საბოლოო მომხმარებელს, მანამდე ფაქტიურად შემოსავლის გენერაცია დარიცხვა, ასე ვთქვათ, ხო, არ ხდება საბოლოო ჯამში ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთქვათ, cash flow, ფულადი სახსრების მოძრაობა და ასევე ის კაპიტალიზაცია, ანუ რასაც რა ხარჯების კაპიტალიზაციას აკეთებენ, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა შექმნას რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხო? ამიტომ ჩვენც რომელ სექტორთანაც გვაქვს შეხება, ვცდილობთ, რომ კონკრეტული კოეფიციენტები და კონკრეტული ფუნქციონალები მათ საჭიროებებზეც აუცილებლად მოვარგოთ, ხო? ეხლა ახალი ფუნქციონალი, რაც ეშვება უახლოეს მომავალში, არის მარაგების ანალიტიკა, სრული ანალიტიკა, რომ თითოეულ მარაგზე ვიცოდეთ, როდის რამდენი შევისყიდეთ, როდის რამდენი ჩამოწერეთ, რამდენი გვაქვს ნაშთი, რაოდენობა თანხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება დეველოპერებს, რომლებიც უკვე საკმაოდ ბევრი ყავს, მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი არის იცოდნენ რა თანხებს ელოდებიან. ხო, ისინი როგორც წესი ყიდიან ხოლმე, ასე ვთქვათ, უფლებას, რომ მე გადაიფორმოს, ასე ვთქვათ, მომხმარებელმა ის კონკრეტული ფართი, მაგრამ აქვს გაწერილი გრაფიკი. და ამ გრაფიკს მიყვებიან თუ არ მიყვებიან, ვის რამდენი აქვს ჩასარიცხი, თუ ვადაგადაცილება არის, რამდენი ხნის ვადაგადაცილება და ეს დებიტორებს ვერ დავარქმევთ, ფაქტიურად ავანსებია, მაგრამ ამის მონიტორინგი არის დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ სხვადასხვა ფუნქციონალებში ვცდილობთ, რომ ვიყოთ კონკრეტულ სექტორებზე მორგებული, თუმცა ის ზოგადი ფინანსების ფუნქციონალები, რაც ყველას ჭირდება, რა თქმა უნდა, ყველას ეხება. გიორგი, რამდენად სწრაფად არის თქვენი პროგრამის დანერგვის შემთხვევაში შედეგის მიღება შესაძლებელი? ზოგადად ამადეოს გამართვა სჭირდება 1 დღე. გამომდინარე იქედან, რომ უმეტეს პროგრამებთან, ბუღალტრულთან უკვე გვაქვს ავტომატური ინტეგრაცია, ძალიან მალე ხდება ეს პროცესი. ამის ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ სხვა პროგრამების დანერგვა, რომლებსაც შეიძლება რამდენიმე თვე დაჭირდეს. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ Power BI, რომელიც საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია და შეგვიძლია რომ მოვირგოთ ჩვენზე, მის დანერგვას სჭირდება იქ ტექნიკური გუნდი, ფინანსური ანალიტიკოსი, კომუნიკაცია, განსაზღვრა რა დაშბორდები გვინდა, როგორ გვინდა და დიდი დრო და დიდი რესურსი, ხო? ამადეოს შემთხვევაში ეს არის შეკრული ანალიტიკური პაკეტი, რომელიც შეგვიძლია ერთ დღეში გავმართოთ და ხელმძღვანელი პირი უკვე მეორე დღიდან უყურებს ანალიტიკას. აქ კარგი არის ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბუღალტრულ მონაცემებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ანალიტიკას, შეიძლება ბოლო 10 წლის ანალიტიკაც ვაჩვენოთ. ანუ ბაზაში თუ დიდი ისტორია დაგვხდა და ეს არ არის, რომ ჩავრთეთ პროგრამა და დღეიდან მუშაობს. შეგვიძლია რომ ბოლო 10 წლის თუ რამხელა ისტორიაც აქვს კომპანიას, სრული ანალიტიკა ვნახოთ. ამიტომ გასამართად არის ძალიან მარტივი, ძალიან მოკლე დრო ჭირდება და ფაქტიურად კომპანიის ჩართულობა ამ მხრივ საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოდ არის თანხმობა, ნებართვა, შემდეგ ჩვენი გუნდი აკეთებს ყველაფერს და მეორე დღიდან შეუძლია დაიწყოს გამოყენება. მშვენიერია, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი პრაქტიკულად არის დრო და ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს. გიორგი, ეხლა კითხავ ჩვენი პარტნიორობის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ლოიალტეს და ამადეოს პარტნიორობა მომხმარებლისთვის და რა როლი აქვს ლოიალტეს როგორც ბუღალტრულ პარტნიორს ამ თანამშრომლობაში? მე მგონია, რომ ძალიან კარგი პარტნიორობა არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, ვინც იქნებიან ამ კომბინირებული ჩვენი პარტნიორული, ასე ვთქვათ, პროდუქტის მომხმარებლები, მიიღონ ძალიან კარგი შედეგი. მაგრამ იმისთვის, რომ იყოს ძალიან კარგი შედეგი, ორივე კომპონენტი არის საჭირო. პირველი, აღრიცხვა უნდა იყოს ძალიან მოწესრიგებული, უნდა მიყვებოდეს დროში და ეს არის თქვენი ძლიერი მხარე, იმიტომ რომ ვიცი თქვენი სტანდარტები როგორ ახორციელებთ აღრიცხვას და ჩვენ, როდესაც გვექნება უკვე მოწესრიგებული ხარისხიანი აღრიცხვის მონაცემი, როგორც ბაზა და
წყარო ინფორმაციის, უკვე შევძლებთ, რომ ძალიან კარგი ანალიტიკა დაუგენერიროთ მომხმარებელს და მისთვის ეს იქნება რეალურად რა ჭირდება ბიზნესის ხელმძღვანელს, ხო, მას არც ცალკე ანალიტიკა ჭირდება, მას უნდა საბოლოო პროდუქტი და საბოლოო პროდუქტი მხოლოდ ორ შემთხვევაში იქნება კარგი, თუ აღრიცხვა იქნება მოწესრიგებული და თუ ზემოდან იქნება დაშენებული ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მას მიცემს იმის შესაძლებლობას, რომ დაინახოს რა ხდება მის ბიზნესში და ეს რა თქმა უნდა იყოს რეალური სურათი, იმიტომ რომ აღრიცხვა არის სწორი. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებთ ამადეოს და ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებთ ლოიალტეს და ამადეოს ერთობლივ თანამშრომლობას. ეს იყო ჩვენი მორიგი ეპიზოდი. თუ კი რაიმე კითხვა დაგრჩათ, გთხოვთ დაგვიტოვეთ კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.